საქართველოს ვიცე-პრემიერმა ეკონომიკასა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კურორტ დიდველზე მიმდინარე პროექტები, მათ შორის ხელოვნური დათოვლიანების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. საქართველოს მთავრობა დაბა გუდაურის და დაბა ბაკურიანის წყალმომარაგების სისტემების მოწყობას და რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარს გამოყოფს. სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის 30 ნოემბერს დასრულდება. მუშაობენ მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები, პროფესიონალები. როგორც ხედავთ, ხდება არა მხოლოდ გათოვლიანების სისტემის დამონტაჟება, არამედ სპეციალური ქართველების მიერ შექმნილი IT სისტემის დამუშავება, რომელიც ავსტრიელ პროფესიონალებთან ერთად შეიქმნა, რომელიც საშუალებას მიცემს საქართველოში გაიყიდოს რამოდენიმე კურორტზე ერთდროულად სათხილამურო საბაგიროზე შესასვლელი ბილეთები. არ არის მოსალოდნელი ბილეთის გაძვირება, სახელმწიფო აკეთებს ახალ სერვისებს ორივე კურორტზე, მაგალითად გათოვლიანების სისტემა, ღამის განათება და ასე შემდეგ დიდველზე და გუდაურში.